მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულხმის მადლობა იმის რომ გამოწერებთ ჩემი არხი იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო გეტყვით რომ პირად დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ მითითებულ ნომერზე რომელსაც ვუთითებ ვიდეოს ქვემოთ და რაც შეეხება გაშლებს არის ფასდაკლება და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს აქციები დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთოთ გაშლა ვინ გითვალთვალებთ და რა მიზნით ხო ან უბრალოდ ნახოთ ვინ გითვალთვალებთ, ვინ არის ის, ვინც გითვალთვალებთ და რა მიზნით. ნახოთ. ვინ გითვალთვალებთ. პირდაპირ ამოვიდა ქალბატონის არკანი, კვერთხების დედოფალი, ეს არის ქალბატონი, რომელიც შეიძლება იყოს ცეცხლის სტიქია, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ძალაუფლება ერთის მხრივ. შეიძლება ითქვას, ძალაუფლება ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ ნახეთ როგორი ადამიანია, როდესაც უყვარს რომ მის სურვილებს ასრულებენ, როდესაც უყვარს რომ ესე ვთქვათ სიტუაციის ცენტრში ეს ადამიანია, ხო? ადამიანი, რომელსაც ძალიან მოსწონს, როდესაც ავტორიტეტი რო აქვს ხო აი რაღაც მე გავაკეთე ეს მომენტი აი მე შევქმენ მე დავეხმარე მე აი მეს კანდიდატების მანია რო აქვს ესეთი ადამიანი რომელსაც აქვს იმისი საშუალებაც რომ ესე ვთქვათ გასცეს ეს თავისი ცოდნა იქნება თუ ვთქვათ მატერიალური დახმარება იქნება თუ რა იქნება ყოველ შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის როგორი მომენტია იცით აი ყოველთვის რომ მზად არის რომ ანუ შეიძლება კარგის მხრივ ვთქვათ შეიძლება ცუდის მხრივაც ხო ადამიანი როდესაც მზად არის რომ ოღონდ ვიღაცა დაინახოს ესეთ რაღაცა სიტუაციაში სადაც ვისაც დახმარება სჭირდება ნუ კი რა თქმა უნდა დაეხმარება მაგრამ ნუ ეს არის არა იმიტომ რომ დაეხმარა არამედ დაეხმარა უბრალოდ იმიტომ რომ დახმარება სჭირდებოდა ადამიანს არამედ იმიტომ რომ ამით თავის ეგოს იკმაყოფილებს ხო თავის თვითშეფასებას იმაღლებს ამით თავის შინაგან ავიც ბავშვს აკმაყოფილებს შეიძლება ესე ვთქვათ ადამიანი რომელიც ძალიან ესე ემოციურია შეიძლება ითქვას რომ აი ძალიან ხშირად მარტივად შეუძლია ცრემლების გადმოყრა ადამიანს რომელსაც მარტივად შეუძლია გაბუტყვა ხო რაღაცა ესეთი ადამიანი არის ვინ არის ეს ადამიანი? საკმაოდ კონფლიქტური ადამიანია, ვერ ვიტყვი რომ მარტივი ხასიათების ადამიანი არის, ადამიანი რომელსაც შეიძლება ეხლა თქვენთან გქონდეს კიდევაც კონფლიქტური სიტუაცია, რაღაცა გაურკვევლობა, ხო, რაღაცასთან მიმართება შეიძლება არ გეთანხმებოდეთ, შეიძლება ნუ ავიცი თქვენს აზრს არ ითვალისწინებთ და ან რაღაც არ გააკეთეთ ისე როგორც მას უნდოდა და ნუ შესაბამისად ადამიანი თქვენგან გავიდა ასე ვთქვათ ურთიერთობიდან ხო როდესაც უბრალოდ ნუ აი კი მეგობრობთ კი რაღაცა ის მომენტია მაგრამ მე მეწყინა შენგან და მე არ გელაპარაკები ხო რაღაცა ის ბავშვური მომენტები შეიძლება ითქვას ვინ არის ეს ადამიანი სხვათა შორის შინაგანად მართლაც რომ ძალიან ისეთი ბავშვია ადამიანი რომელსაც ყველაფრიდან და ყველა სიტუაციიდან უნდა რომ თავის სასიკეთო მდგომარეობა დაიჭიროს და მოიპოვოს და ამ ეტაპზე როგორი მომენტია იცით აი თითქოს არ ვიცი რატოა ესეთი ნაწყენი რომ თქვენგან თუ იყო ამ ადამიანთან კავშირი ცდელობა კომუნიკაციის და მსგავსი რაღაცა გარკვევა თუნდაც საკითხის ვაი რაღაცის კონფლიქტთან მიმართებაში რატო მოხდა რაღაც რატო გაუჩნდა იმის სურვილი რომ ესე უბრალოდ ეკამათა, ხო? არასწორად რატომ მიიღოთ, თუნდაც ეს მომენტი რომ გაგერკვიეთ.
ადამიანი რაღაცნაირად არ გამოდის თქვენთან კავშირზე, ხო? თითქოს არ მინდა შენთან ურთიერთობა, ხო? შეიძლება რაღაც მომენტში, საერთოდაც აღარ უნდა ურთიერთობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორი მომენტია, იცით, რომ ამით ადამიანი თითქოს მე ვფიქრობ, რომ უფრო манипуляტორული მომენტია, ხო? როდესაც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ისე მოვიქცე, რომ ადამიანს დავუტოვო, განცდა, რომ ის ჩემთან ტყუის, ხო? რაღაც ეს მომენტი არის. ვინ გითვალთვალებთ კიდე? საინტერესო. ვინ გითვალთვალებთ კიდე? ადამიანი, რომელთანაც ესეც როგორც ჩანს წარსული ადამიანია, რომელთანაც დასრულებული გაქვთ ურთიერთობა, დასრულებული გაქვთ კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, აქ ურთიერთობა საკმაოდ უფრო მძაფრად არის დასრულებული, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ეს არის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული ნახეთ გულის ტკივილიც მიიღეთ, იმიტომ რომ აქ რაღაც მატერიალურთან არის დაკავშირებული, ხო? ეს არის კონკრეტულად მეორე შემთხვევა იმისი, ადამიანი, რომელმაც თქვათ არ დააბრუნა თანხა მითითებულ ვადაში, ხო? ან არ დაგიბრუნათ რაღაცა გთხოვათ ეგესესხებინათ, ან რაღაცა თავდებში დაუდექით და ადამიანმა, ყოველ შემთხვევაში აქ როგორ ვინ გითვალთვალებთ კიდევ არის ადამიანი, რომელსაც დღესდღეობით თქვენთან აქვს ზღუდი აღმართული, იმიტომ რომ თქვა თქვენ ფინანსები არ მოხდა. შესაძლებელია ძალიან ეხმარებოდით მატერიალურად ამ ადამიანს და მერე მოხდა ისე, რომ რაღაცა ვეღარ შეძლებთ დახმარება და ადამიანი ამაზე შეიძლება განაწყენებულიც იყოს, ხო? ანუ უბრალოდ თქვენ ჩაუკეტეთ, ესე რომ თქვათ, მისთვის ასე სახსრები, რითაც ადამიანი, ვიცი, რა გეგმებს აწყობდა და რას აკეთებდა, ცოტა ესეთი მომენტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ ადამიანს ნამდვილად ჩაუკეტეთ თქვენგან სახსრები, მატერიალური დახმარება, შეიძლება ესე ითქვას, და ადამიანი საკმაოდ სკანდალურად გავიდა თქვენგან ურთიერთობაც, ხო? შეიძლება უბრალოდ თქვენივე თანხა მოსთხოვეთ და ის გაგინაწყენათ, იმიტომ რომ შენ გაქვს შემოსავალი და მე რატომ თხოვ ამას რაღაცა, იმიტომ რომ მე არ მაქვს. ანუ არ ვიცი, ალბათ უნდა გეჩუქებინათ, ხო? შეიძლება ესეც ფიქრობდა ეს ადამიანი და შესაბამისად ამაზე განაწყენებულია და ეხლა როგორც ჩანს გითვალთვალებთ. კიდევ ვინ გითვალთვალებთ? კონკრეტული მამაკაცი, რომელსაც თანაც შეიძლება ითქვას, რომ გაჩერებული გაქვთ ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია იყოს არ ვიცი, დაოჯახებული მამაკაცის შესაძლებელია ხო? შესაძლებელია ვიღაცისთვის თავისივე ყოფილი მეუღლე იყოს, ხო? ეს მომენტი. ადამიანმა, რომელმაც ძალიან გატკინათ გული, რომელმაც ფაქტიურად მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან ესეთი ტკივნეული პერიოდი გადაგატარათ, შეიძლება ამ ადამიანთან ტერიტორიული სიშორის მდგომარეობაც გქონდეთ, ესე ვთქვათ. ვინ არის? კი. ისტორია არის. ადამიანთან, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი მოგატყუათ. ხო, არის რაღაცა უწყინარი ტყუილი, მაგრამ აქ უწყინარ ტყუილზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ახლა უბრალოდ ის რომ დააგვიანდა და საცობში იყო, ეს არ არის ხო, რაღაცა ისეთი ტყუილი, მაგრამ ადამიანმა რომ დააგვიანა და საცობში კი არა იყო სხვა ურთიერთობაში, ეს ნამდვილად მტკივნეულია, ხო? რომ ძალიან მძიმე ტყუილია. აქ არის კიდევ ვინ გითვალთვალებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც მაგრამ ალბათ ამ ადამიანისგან ძალიან ბევრი რამე ისწავლეთ, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ურთიერთობის, ძალიან დიდი გამოცდილება იყო თქვენი საკუთარი თავისთვის, ესე ვთქვათ, ეს იყო გამოცდილება, როდესაც მე ვისწავლე პასუხისგებლობა ავიღო საკუთარ ტკივილებზე.
ხო? ანუ პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ ტკივილებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არავის არ ვადანაშაულებ, არავის არ განვიკითხავ, თუ კი რამე მოხდა ისეთი, რომ მე მეტკინა და ჩემთვის არასასურველი მდგომარეობა მოხდა, ეს არის ის მომენტი, როდესაც უბრალოდ მოხდა ის, რომ მე მივეცი ამისი უფლება, ხო? როდესაც მე მივეცი ადამიანს, რომელიც არ იმსახურებდა იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ეკუთვნოდა. კაი, ნახოთ აბა ახლა რატომ გითვალთვალებთ პირველი შემთხვევა? ანუ ქალბატონი, რომელთანაც გაქვთ ახლა გაწყვეტილი ურთიერთობა, რატომ გითვალთვალებთ? მას აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება როგორია, მას აინტერესებს თქვენი პირადი ურთიერთობები როგორია და თქვენს სულიერ ტრანსფორმაციას როგორ გადიხართ, ესე ვთქვათ. თითქოს მას აინტერესებს კიდე იცით რა მომენტი, აი როგორ ხედავთ ანუ ხვდებით თუ არა, რომ ეს ადამიანი თქვენთვის რაღაცა ბოლომდე ერთგული არ არის, შეიძლება ეს მომენტიც იყოს. ხვდებით თუ არა და ხედავთ თუ არა ამ ადამიანის რაღაცა რეალურ სახეს, აი ეს მომენტი აქვს პირველ შემთხვევას. აი უფრო მეტად აინტერესებს ის მომენტი, რომ აი თქვენ ხედავთ თუ არა იმას, რომ ეს ადამიანი თქვენთვის უბრალოდ მეგობარი კი არა, ეს არის თქვენთვის ესე ვთქვათ მტერი, რატომღაც ესე გამოდის, რომელიც სულ რაღაცას გატყუებს, სულ რაღაცის წაღებას ცდილობს თქვენგან, ხო? ანუ ხვდებით თუ არა, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ატარებს ისეთ როლს, სადაც არ ვიცი, შეიძლება ძალიანაც ენდობით ამ ადამიანს და ძალიანაც ეყრდნობოდით ამ ადამიანს, ხო? რაღაც თქვენს პირად ცხოვრებასთან მიმართებაში თუნდაც, ხო? თქვენს ანუ ნებისმიერ ამას გულწრფელად უზიარებდით, ხო? მაგრამ ადამიანი, თქვათ, ცდილობდა თქვენს სხვა რელსებზე, ხო? ანუ რაღაც საქმის დაწყება რო გნებავდათ, ისეთ რაღაცას გეტყოდათ, რომ თქვათ, გათქმევინებდათ, ხო? აი რაღაცა ხელის შემშლელ ფაქტორებს აკეთებდა თქვენთან მიმართებაში, თითქოს ესე მოდის და ადამიანი რატო გითვალთვალებთ, იმიტომ რომ მას აინტერესებს რამდენად ხვდებით ამ ადამიანის გულწრფელობას თქვენ ცხოვრებაში. აი ეს მომენტი აქვს პირველ შემთხვევას. მეორე შემთხვევა, როდესაც თანხა ასესხეთ და არ დაგიბრუნათ, ესე ვთქვათ, თუ რაღაც ფინანსური სიტუაცია ქონდა და ამის გამო წავიდა ადამიანი, რატო გითვალთვალებთ? რატო გითვალთვალებთ? იმიტომ რომ თქვენ მისი წასვლის შემდეგ რატომღაც ფიქრობს, რომ თქვენ მატერიალურად კიდევ უფრო ძლიერი გახდით, კიდევ უფრო წარმატებული გახდით, კიდევ უფრო მეტი მოგეცათ და რატო გითვალთვალებთ? და როგორი მომენტია, იცით, აი შეუძლია თუ არა დაიბრუნოს თქვენი ნდობა. იმიტომ რომ აქ ურთიერთობა ისეთ დონეზე არის დამთავრებული და ისეთი მომენტებით არის დამთავრებული, რომ ახლა ფიქრობს, რომ აქვს იმის შანსი კი თუ არა, რომ დაიბრუნოს და აღიდგინოს თქვენთან მოსაბრუნებელი, ანუ მოსაბრუნებელი გზა აქვს თუ არა, ხო? თუ ადამიანი თქვენ მისი წასვლის მერე ფიქრობს იმას, რომ მატერიალურად კიდევ უფრო კარგად ხართ და კიდევ უფრო კარგად წახვედით წინ, ხო? შესაძლებელია, რომ უბრალოდ უნდადეს კიდევ თქვენს მატერიალურ საკითხებთან ჩარევა და თქვენი რესურსის მიღება, ხო? დახმარების სახით თუნდაც. აი აქ ადამიანი იმიტომ გითვალთვალებთ, რომ დააკვირდეს, რამდენად ხართ იმისთვის მზად, რომ ამ ადამიანს თქვათ აპატიოთ, დაიბრუნოთ, მისცეთ შანსი, კვლავ დაეხმაროთ, ხო? რაღაცა სათხოვნელი აქვს და რაღაცა სჭირდება და ამისთვის უნდა რომ აკვირდება სიტუაციებს, რამდენად არის იმის საშუალება, რომ თქვენთან მოვიდეს და რაღაცა გთხოვოთ და თქვენ ამაზე ჩვეულებრივად უპასუხოთ, რომ კი, რა თქმა უნდა, დაგეხმარები და კი, რა თქმა უნდა, გვერდში დაგიდგებ. და მესამე ვარიანტი, რომელიც ძალიან манипуляტორობდა თქვენთან ურთიერთობაზე და ფაქტურად გიღალატათ, ესე რომ ვთქვათ, ფიზიკური ღალატი არ არის მარტო, სულიერი ღალატიც არის.
და ამ ეტაპზე თქვენს გვერდით კი არა შესაძლებელია რომ სხვადასხვა ტერიტორიულად იმ სხვადასხვა სივრცეში იმყოფებოდეთ, ვნახოთ ეს ადამიანი რატო გითვალთვალებთ. იმიტომ რომ ეს როგორც ჩანს თქვენი პარტნიორია ყოფილი, იმიტომ რომ მარტო ყოფნა ეთყობა მოგესა და მოუნდა რომ ისევ დაგიბრუნდეთ და ისევ ის ემოციები მიიღოს თქვენგან. რატო გითვალთვალებთ? იმიტომ რომ ურთიერთობა უნდა. როგორც ჩანს ადამიანს რაღაცა მოაკლდა თქვენგან ის ემოციები, სიყვარული, ის გრძნობა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობაში და საინტერესო იყო და კარგი იყო, შესაბამისად ადამიანი გითვალთვალებთ იმისთვის, რომ აი ეს თავის მარტოობა როგორღაც დაძლიოს და მოვიდეს თქვენთან ურთიერთობის ასახდგენად, ხო? ადამიანი თვლის, რომ იმუშავებს, ამ შემთხვევაში იმუშავებს, რომ გააკეთოთ არჩევანი მის მიმართ, ხო? კვლავ დაუბრუნდეთ სიყვარულით, კვლავ დაუბრუნდეთ და იცით როგორ მომენტი, აი რაღაცნაირად გაშვება არ უნდა. ხო, ანუ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინათ დასრულდა და პარტნიორობა, მეუღლეობა თუ არა აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს, დამთავრებულია და აღარც არაფერი არ აქვს, ადამიანს როგორი განცდა აქვს, იცით, რომ მარტო ყოფნა ნამდვილად ცუდი აღმოჩნდა, მას უნდა რომ დაგიბრუნოთ, მას უნდა რომ ნახოს სხვა ურთიერთობაში ხომარი მყოფებით, ანუ სხვა ალტერნატივა ხო არ გაქვთ, რომ შეძლოს თქვენთან რაღაცა მოსვლა, ხო? თუნდაც ცადოს რაღაცის აღდგენა, ურთიერთობის აღდგენა. მას აინტერესებს თქოს როგორი მომენტი ჩემი საკუთრება ხარ, მიუხედავად რომ მე 10 წელიწადი წავედი შენი ცხოვრებიდან, არ აქვს მნიშვნელობა, მე 10 წლის მერე დაუბრუნდები შენ ჩემ საკუთრებაში გადმოხვალ ისევ, იმიტომ რომ მე ესე მინდა, ხო, რაღაცა ესეთი ენერგია წამოვიდა. აი ესე გამოვიდა მესამე ადამიანის სურვილი და თვალთვალის მდგომარეობა, რატომ გითვალთვალებთ? გითვალთვალებთ, იმიტომ რომ დაბრუნება უნდა თქვენ. ნუ პრინციპში ისე გამოდის, რომ აქ ორ შემთხვევას დაბრუნება უნდა, ეთყობა ძალიან კარგი რესურსი გაქვთ იმისი, რომ ადამიანებს მისცეთ სიკეთე და ძალიან თბილი და კეთილი გული გაქვთ და თვლიან, რომ შესაძლებელია, რომ უბრალოდ ადგნენ და ეს თქვენი კეთილი გული და თქვენი ეს რაღაცა თანადგომის მდგომარეობა გამოიყენონ სათავისოდ. აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, ვინ გითვალთვალებთ და რისთვის. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუშვებთ იმ შეცდომებს, რა შეცდომებმაც ძალიან დიდი გაკვეთილი გამოგატარეთ. დროებით მშვიდობებით.